დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. ეს არის ალბერტ ბანდურას სოციალური სწავლების თეორია. საინტერესოა, როგორ სწავლობენ ადამიანები. შეგვიძლია ვისწავლოთ მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით, თუ შესაძლებელია სწავლა სხვებზე დაკვირვებით. ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა თვლიდა, რომ შესაძლებელია სწავლა სხვებზე დაკვირვებით. ამ იდეის შესამოწმებლად მან ჩაატარა ექსპერიმენტი ბავშვებთან და სათამაშოსთან, რომელსაც ბობოთოჯინა ეწოდება. ბობოთოჯინა არის გასაბერი სათამაშო, რომელიც კლოუნის მსგავსად გამოიყურება და არ დგას მიწაზე. დარტყმის შემთხვევაში არ ეცემა. ექსპერიმენტის დროს ბავშვები აკვირდებოდნენ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ამ ბობოთოჯინასთან ურთიერთობდა. პირველ შემთხვევაში ზრდასრული ბობოთოჯინას ექცეოდა აგრესიულად, ურტყამდა ხელს, ფეხს, უყვიროდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ზრდასრული თოჯინას პოზიტიურად ექცეოდა, უბრალოდ თამაშობდა მასთან და არანაირი აგრესია. შედეგები ძალიან თვალსაჩინო იყო. პირველ შემთხვევაში, როდესაც ბავშვებმა ნახეს თოჯინის მიმართ აგრესიული ქცევა, უმეტეს შემთხვევაში იმეორებდნენ აგრესიას. ურტყამდნენ ხელს, ფეხს და უყვიროდნენ. ხოლო მეორე შემთხვევაში, ბავშვები, რომლებმაც ნახეს არააგრესიული ქცევა, თოჯინასთან იქცეოდნენ ძალიან კარგად. უბრალოდ ერთობოდნენ ამ თოჯინით. ეს აჩვენებდა, რომ ბავშვები სწავლობენ ქცევას უბრალოდ დაკვირვებითაც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ ელოდებათ რაიმე სახის ჯილდო ან სასჯელი. ექსპერიმენტში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდა. ბიჭები ოდნავ უფრო მეტად იმეორებდნენ აგრესიულ ქცევას, ვიდრე გოგონები. ასევე აღმოჩნდა, რომ ბავშვები უფრო მეტად იმეორებდნენ იმ მოდელის ქცევას, რომელიც ემთხვეოდა მათ სქესს. ანუ ბიჭები, რომლებიც უყურებდნენ ზრდასრულ მამაკაცს, უფრო მეტად ბაძავდნენ მას, ხოლო გოგოები უფრო მეტად ბაძავდნენ ზრდასრულ ქალს. ძალიან საინტერესო იყო ასევე კიდევ ერთი ვერსია ამ ექსპერიმენტისა. როდესაც ბავშვებს ეს აგრესიული და არააგრესიული ქცევა თოჯინის მიმართ აჩვენეს ტელევიზიით. მიუხედავად ამისა, შედეგი თითქმის იგივე იყო. ბავშვები, რომლებმაც ტელევიზიით ნახეს აგრესიული ქცევა, იმეორებდნენ აგრესიულ ქცევას, ხოლო რომლებსაც არ უნახავთ ეს აგრესიული ქცევა, არ იმეორებდნენ და თოჯინასთან კარგად იქცეოდნენ. ეს აღმოჩენა იმ დროისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბანდურამ ამით დაამტკიცა, რომ ტელევიზიას და მედიას აქვს ძალიან დიდი გავლენა ბავშვის ქცევაზე. პრინციპში, ეს ამბავი ალბათ დღეს კიდევ უფრო მეტად აქტუალურია და ძალიან მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ იმაზე, რამხელა გავლენა აქვს ტელევიზიით ნანახ ინფორმაციას ბავშვების შემთხვევაში და არა მხოლოდ ბავშვების შემთხვევაში. ბანდურამ ამ ექსპერიმენტში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ვერსია ჩაატარა. ის დაინტერესდა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი ბავშვები დაინახავდნენ ზრდასრული ქცევის შედეგსაც, მაგალითად დაჯილდოებას ან დასჯას. როდესაც ბავშვები ხედავდნენ, რომ ზრდასრული აგრესიული ქცევის შედეგად დაჯილდოვდა, ისინი უფრო მეტად იმეორებდნენ აგრესიულ ქცევას. თუ კი ბავშვები დაინახავდნენ, რომ ზრდასრული ამ ქცევის გამო დაისაჯა, ისინი შედარებით ნაკლებად იმეორებდნენ ამ ქცევას. მესამე საინტერესო ვერსია ნეიტრალური შედეგი. ანუ ზრდასრული ქცევის შედეგად არც დაჯილდოვდა, არც დაისაჯა. ამ შემთხვევაში ბავშვები მაინც იმეორებდნენ აგრესიულ ქცევას, თუმცა შედარებით ნაკლებად ვიდრე დაჯილდოების შედეგი. ბანდურამ ამ პროცესს დაკვირვებით, ანუ სოციალური სწავლა უწოდა, რომლის მიხედვითაც დაკვირვებით სწავლა 4 ძირითად ეტაპს მოიცავს. ყურადღებით დაკვირვება მოდელის ქცევაზე, ნანახის დამახსოვრება, ქცევის გამეორების უნარი, ქცევის შესრულების სურვილი ან მიზეზი. ბანდურამ აჩვენა, რომ სწავლა ხდება სამი ფაქტორის ურთიერთქმედებით: ქცევა, პიროვნული ფაქტორები და გარემო. ბანდურას კვლევა მნიშვნელოვნად შეცვალა მაშინდელი ფსიქოლოგების წარმოდგენა სწავლაზე. ეს ექსპერიმენტი დღესაც გვახსენებს, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანები და მედია ბავშვებისა და არა მხოლოდ ბავშვების ქცევასა და სწავლაზე.